დაჯარიმე, რა პრობლემაა? მაინც ეს ვიდა. შესვლა აკრძალულია ნიშანია ბატონო, საგზავნოს გამოცემობა გაქვს, ურიზახარი ჯარიმას იფორმებს. აკრძალვის ნიშანია და მოქმედების ზონაში არის ავტომანქანა. ხორჩი. აკაც შეხედეთ რა რამდენი მანქანა ამაცებს ყველაზე მერღებ ზონა. ეს არის დიფერენცირებული დაჯარიმება, რომელშიც სამწუხაროდ საქართველოს პატრულით ჩაერთო და პოლიტიზირებული გახდა, ან აუცილებლად მოვითხოვთ იმ ოქმებსაც, რომელიც ქართული ოცნების ღონისძიებებზე დაიწერა. აი ესეთი აკრძალვებით და ხელის შეშლებით ხელი შეუშალო ნაციონალურ მოძრაობას. ანუ შესვლა აკრძალულია, კიდია ნიშანი და შემოვიდა. მაგის გამო მიწვევი ღონისძიებაზე ვარ მოსული მოვიტანე მასალა. ეს იყო უბრალოდ რეკომენდაცია, იმ დღესვე ვნახეთ 22 სექტემბერს, ეს იყო დღის მეორე ნახევარი პარასკევი. ჩვენ გავუწიეთ რეკომენდაცია, რადგან ორშაბათი იყო სამუშაო დღე, ესე იგი მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი, ამისათვის პროცესს ხელი რო არ შეშლოდა, ამისათვის გავუწიეთ რეკომენდაცია იქვე მიმდებარე ტერიტორიაზე. დაახლოებით 100 მეტრია, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ამ ტერიტორიას შორს არ არის. ალბათ მათ უნდა მიემართათ პატრულისთვის, რათა პატრულს გაეცა ნებართვა, რომ ის ამგზალავი ნიშანი რაც არის, რომ არ ყოფილიყო მოქმედებაში დღეს მაინც.